მადლობა ღმერთმა შევიკრიბეთ დღეს უფალს ეს მისი მაგდა წყალობა არის. ჩვენ მოვედით რომ ვილოცოთ დღეს, ლოცვითი დღეა. და სანამ ვილოცებდეთ, უნდა შევეხოთ უფლის სიტყვას, რომ გამტკიცეთ რწმენაში და შევისმინოთ უფლის სიტყვა, დავიმკვიდროთ გულებში და დავდიოდეთ მისი სიტყვისადმი. ეს ლოცვის მნიშვნელობაზე მინდა დაგიცხადოთ ღმერთის სიტყვა, მანამდე ველოცოთ. დიდებულო ღმერთო, მამაზეცია. მადლობელი ვარ დღევანდელი დღისათვის, შენ მადლ დაწყალობისათვის, შენ თანდასწრებისათვის, რომ დამსახურება წარმართე, რომ შენ სიტყვა დამკვიდრე ჩვენ გულებში, და მოიტანოს ნაყოფები, და შენ სახელი გამდიდე ჩვენ შორის და შენ სახელი დიდებოდეს მუდამჟამს ჩვენს მიერ. დიდებულო ღმერთო, წმინდა სამებაო, მამაო, ძეო და სულო წმინდაო, ამინ. ლოცვის შესახებ ივანე ოქროპირი ამბობს. როგორ მზეა, ოქროპირი ამბობს, წმინდა მამა, როგორ მზეა ჩვენი სხეულისა და თვალისათვის სინათლის წყარო, ასევეა ლოცვა ჩვენი სულებისათვის. ასევე ის დასძენს, რომ ივანე ოქროპირი, რომ თუ ჩვენ არ მოარწყულეთ ჩვენი სულები ლოცვით, ჩვენ სულის ნაყოფებს ვერ გამოვიღებთ. ყველაზე დიდი მაგალითი ჩვენთვის ლოცველისა არის უფალი იესო ქრისტე. ის არის მაგალითი ჩვენთვის, ის მუდამ ლოცულობდა. თუ დავაკვირდებით ქრისტეს ცხოვრებას, ქრისტეს ნახულობ, რომ მუდამ ლოცულობდა. ძვირფასო, იესოთვისაც ძვირფასი იყო ურთიერთობა თავის მამასთან. ის ლოცვის დროს თავის მამასთან ნახულობდა ნუგეშს და სიხარულს. და ის ცდილობდა მუდამჟამს ქონოდა ეს ურთიერთობა თავის მამასთან. ძვირფასო, ჩვენ შეიძლება ლოცულობდეთ მთელი გულით, ვავლენდეთ მთელ ძალისხმევას ლოცვის დროს, მაგრამ ერთი უნდა გვახსოვდეს, როდესაც ლოცულობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვა ძალას აძლევს თვითუფალი. ღმერთი ვაძლევს ამ ლოცვაში ძალას. ჩვენ ვიყენებთ ძალისხმევას, მაგრამ ესეც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყოველთვის ისმენს ჩვენ ლოცვებს. ამიტომ უნდა ვილოცოთ გულმოდგინედ, განუხრელად, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ისმენს ჩვენ ლოცვებს. ის ყურადღებით გვისმენთ, როდესაც ღმერთის შვილები ერთად ვიკრიბებით, ერთობაში ვართ, ჩვენ გულები მიმართულია უფლისაკენ, ჩვენი ყურადღებად მისკენ არის და ჩვენ წმენით ვიცით, რომ უფალი გვისმენს. ამიტომ ჩვენ ლოცვაც მნიშვნელოვანია, ურთიერთობა ჩვენ ღმერთთან. და ყველაზე მეტად ქრისტეს მსახურება, ლოცვითი მსახურება შეიძლება წავიკითხოთ ლუკას სახარებაში, პირველი 10 მუხლის ჩათვლით, ლუკას სახარება გვანახავს, რომ ქრისტე არის მლოცველი. ის არის მაგალითი ლოცვისა. რადგან ამ პირველ 10 მუხლში ჩვენ ვნახულობთ, ქრისტე მუდამ ლოცულობს, მისი ლოცვები მიმართულია თავის მამისაკენ და ის ამ ლოცვებით გვაძლევს მაგალითს თვითონ ჩვენთაგანისგან. ჩვენ შეიძლება გავიხსენოთ ადგილები ლუკას სახარებიდან. ჩვენ ვკითხულობთ ლუკას სახარებაში, რომ როდესაც ქრისტეს ივანე ნათლისმცემელი ნათლავდა, ეს ჩაწერილია მესამე თავის 21 მუხლში, ქრისტე ლოცულობდა. ასევე ის დგება დილადრიან და ლოცულობს. მეოთხე თავის 42 მუხლში არის ჩაწერილი ეს სიტყვები. იესო მიდიოდა უდაბურ ადგილებში და ლოცულობდა. მეხუთე თავის ლუკას სახარების მე-16 მუხლში. ასევე წერია მე-6 თავში, მე-12 მუხლში, ღამეს ატარებს ლოცვაში და ირჩევს, ის ჯერ ლოცულობს, შემდეგ ირჩევს 12 მოწაფეს. ანუ მისი ლოცვა უსწრებდა, როდესაც ის ირჩევს 12 მოწაფეს. ასევე ვკითხულობთ, იესომ აიღო პური თევზი, ატეხა და აკურთხა, ლოცულობდა,
ივანე ისა ლუკას სახერება 9:16-ში. გადასცა მოწაფეებს და მოწაფეებმა დაურიგეს იქ ხავს. იესო აგრეთვე განმარტოვებით ლოცულობს, მაგრამ მოწაფეები მასთან ერთად იყვნენ. მე-9 თავში ვკითხულობთ ამის შესახებ ლუკას სახარების 18 მუხლში. ასევე იესო ლოცულობს ფერისცვალების მთაზე. გვახსოვს ეს ისტორია თვითონ ჩვენთანგანს მე-9 თავშია ჩაწერილი. იესო ქრისტე ლოცულობს და ხარობს თავისი მოწაფეების წარმატებისათვის. მე-10 თავში ჩაწერილი 21 მუხლში. და იესო არის მაგალითი ლოცველისა ძვირფასნა. ის გვასწავლის ჩვენ პასუხს და რომ ჩვენ პასუხისმგებლობით მოევკიდოთ უნდა ლოცვებს. ის მაგალითს გვაძლევს თვითონ ჩვენთაგანს. და ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ წარმართოთ ჩვენ ლოცვითი ცხოვრება. ამიტომ ჩვენ მუდამ უნდა ვლოცულობდეთ. მერთი, რადგან ღმერთი ისმენს ჩვენ ლოცვებს, როგორც აღვნიშნეთ ჩვენ. ჩვენ ლოცვებს ყოველ სიტყვას ისმენს უფალი, მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვლოცულობთ მთელი გულით. ამას მნიშვნელობა აქვს, ჩვენ დღევანდელ ფსალმში წავიკითხეთ. როდესაც მთელი გულით ვლოცულობთ, ღმერთი ისმენს ჩვენ ლოცვას. ამიტომ ჩვენ უნდა ვთხოვდეთ ღმერთს, რომ ჩვენ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს ლოცვა. რადგან ღვთისმშობლები ვერ შეძლებს იცხოვროს ლოცვის გარეშე, თუ არ ლოცულობს. ამიტომ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომ ყოველთვის უნდა ვლოცულობდეთ. ჩვენი ძირითადი ლოცვები შედგება სათხოვრებით, მონანიებით ღმერთის წინაშე, ჩვენი შვილებისათვის ვლოცულობთ, სხვებისათვის ვლოცულობთ, ამხანაგებისათვის, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ლოცვას ვამთავრებთ, ამიტომ უნდა წარმოთქვათ ლოცვის ბოლოში მადლიერება. ჩვენ ყოველთვის უნდა მადლობდეთ ღმერთს ყველა პასუხებისათვის, მისი კურთხეებისათვის. და ეს ჩვენი ლოცვები უნდა მთავრდებოდეს ყოველთვის მადლიერებით ღვთის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეს არ ჰქონდა ცოდვები, ის იყო უცოდველი. მას არ ჰქონდა პრობლემები ისეთი, მისი სათხოვარი მოგზალებული იყო. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ იესო ყოველთვის ლოცულობდა. მას არც სახლი ჰქონდა, არც ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ის ყოველთვის გამუდმებით იყოფებოდა ლოცვაში. ჩვენ ლოცვებისაგან განსხვავდება, რა თქმა უნდა, იესო ქრისტეს ლოცვები. მისი ლოცვები უფრო სიღრმისეული იყო, ასევე გამოირჩეოდა ხანგრძლივობითაც. ის მუდამ ლოცულობდა, ხანგრძლივად ლოცულობდა. ეს არ გავდა ჩვენ ლოცვებს. ის განსხვავდება ცოცხალი ღრმა მოზიარეობით თავის მამასთან. ის ლოცვები აკავშირებდა ზეცას მიწასთან, ძვირფასურად. ის ყოველთვის იწყებდა მამისადმი ლოცვით და სამსახურებას ასრულებდა მერე ადამიანებისადმი. ყოველ მსახურების წინ ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ ძვირფასურად. სადაც არ უნდა ვიყოთ, ან საქმიანობის წინ, როგორც იესო გვაძლევს მაგალითს. და იესო აგრეთვე ლოცვით ამთავრებდა ყველაფერს. როცა მთავრდებოდა, როცა მოხონდა მის ლოცვის შედეგი, ის ლოცვით აგვირგვინებდა ყოველი ეს. და დღესაც იესო ქრისტე ზეცაში არის და მშვიდობელობს თვითონ ჩვენთაგანისათვის. თვითონმა ჩვენთაგანმა წფელი გულით უნდა აღავლინოს ლოცვა უფლისადმი და ჩვენი სიტყვები, როცა ვლოცულობთ უფლისადმი, რა ლოცვა უნდა იყოს? უფალო დამეხმარე, რომ ლოცვა იყოს მთავარი შემადგენელი ნაწილი ჩვენი ცხოვრებისა. ამას უნდა ვთხოვდეთ ღმერთს, რომ გვიხემძღვანელოს ჩვენ ცხოვრებაში, რომ მუდმივად ვიყოთ ლოცვებში და ჩვენ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყოს უნდა ლოცვები ჩვენ ცხოვრებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ დაკავებული ვართ ჩვეულებრივი საქმიანობით, სამუშაოთი, ზრუნავთ ოჯახზე, ვართ მოზიარეობაში, მაგრამ ამ დროს, როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენი გული ლოცულობს ამ ურთიერთობისას. ამიტომ ჩვენ რომ ვართ ურთიერთობაში, მოზიარეობაში, ოჯახზე ზრუნავთ, ხო?
ჩვენი გული ლოცულობს ამ დროს. ამისთვის მოგვიხმოს უფალესობს და უნდა მუდამ ვლოცულობდეთ, განუხრელად უნდა ვლოცულობდეთ, უნდა ვიყოთ ლოცვებში. ეს არწყულებს ჩვენ მაშინ ჩვენ გვაქვს სულიერი ნაყოფები უფლის წინაშე. როდესაც მუდამ ჟამს ვიმყოფებით ლოცვებში. და ღვთის შვილები თვით მოწოდებული არიან ლოცვისათვის, მერთან ურთიერთობისათვის. ნეტარი ავგუსტინე ამბობს თავის ნაშრომში აღსარებაში ასეთ სიტყვებს: მერთო, შენ შექმენი ჩვენ შენთვის და ჩვენი გული მოსვენარია, სანამ არ დამშვიდდება შენში. ჩვენ და ლოცულობ ჩვენი გულები შვიდება უფალში, როდესაც ლოცვაში ვიმყოფებით. და ჩვენ უნდა ვლოცულობთ მუდმივად და დარწმუნებით ყოველთვის უფლისადმი. ვიფასო თუ იესო ქრისტე საჭიროებდა ლოცვას თავისი მიწიერი ცხოვრებისას, რამდენად მეტად საჭიროებს ჩვენს ვიფასო, ჩვენ ცოდვილები, უძლურნი. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტად განუხრელად უნდა ვლოცულობდეთ, ყოველთვის ლოცვებში უნდა ვიმყოფებოდეთ. ჩვენ გვახსოვს იესომ თავის მამისადმი ლოცულობდა შეძახილითაც. ის თხოვდა ჩვენ გამოსყიდვას, ჩვენ ცოდებისათვის მას სურდა ჩვენი გამოსყიდვა. ის ჩამოვიდა მიწაზე, რომ გადაერჩინა თვითონ ჩვენთაგანი. ამისათვის ვირფასო, მან დასტოვა ზეცა და მოვიდა მიწაზე. ამიტომ ჩვენ არასოდეს არ უნდა მოვდუნდეთ, ქრისტემ მაგალითი დაგვიტოვა. მან დაღვარა წმინდა სისხლი, რომ ჩვენ არხლო ურთიერთობა გქონდეს მასთან. მან მოგცა გამოსყიდვა, მან მოგცა გადარჩენა. და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მასთან ურთიერთობაში, მასთან სიახლოვეში. ჩვენ ლოცვა არის ურთიერთობა ღმერთთან, საუბარი ღმერთთან. და არ უნდა მოვდუნდეთ არასოდეს. და მაშინ მოვიტან ჩვენ სულიერ ნაყოფებს ღმერთის წინაშე. უფალმა გაკურთხოთ. აიყავით კურთხეული.